პროპაგანდა განსაკუთრებით ქართველ მუსლიმებზე, მათ შორის, როდესაც ქვეყანაში უკვე წლებია ვითხოვთ თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის საკითხს, წლებია უკვე ვითხოვთ და წარმოგიდგენთ ეს ხალხი გარეთ წვიმაში თოვლში ნებისმიერ ამინჩი ლოცულობს. სახელმწიფო პოლიტიკა წარმოგიდგენიათ როგორიც უნდა იყოს, ხომ? უნდა დავიცვათ ამ ადამიანების უფლებები. ამასთან დამატებული ქართველი მუსლიმებით დასახლებული მუნიციპალიტეტები, ხომ? სადაც სოციალური პრობლემები საკმაოდ მძიმეა, წყალი, გაზი, როგორც აღნიშნე ჯანდაცვის სექტორი, ხომ? კიდევ ერთხელ რომ დავამატოთ ხის მეჩეთების საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მწვავედ დგას, ინგრევა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია სჭირდება და ამ დროს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს და მცირე დეტალს აკეთებს წინა საარჩევნოდ, ამას მერე შევეხები. რა თქმა უნდა, ქართველი მუსლიმები თემი უნდა იყოს კრიტიკულად ხომ განწყობილი, მაგრამ პროპაგანდა იმდენად ძლიერია, რომ მათ შორის და ასევე პროპაგანდას მინდა რომ დავამატო დაშინება და ამ შემთხვევაში ზეწოლის ნაწილი, რომ მათ შორის თემი ხმამაღლა ვერ საუბრობს მათ პრობლემებზე და საჭიროებებზე და ამ რაღაცა თითქოს სხვა ადამიანებზე ხელის შეწმენდით, რომ დავიცვათ ქართული კულტურა, ტრადიციები, ცდილობენ რომ მათ შორის ქართველი მუსლიმები გაერთიანონ ამ რაღაც ხედვებში, მოაქციონ, თუმცა ხმის გარეშე, გაუქრონ, ჩაუხშან ხმა.